როგორ დაგემართა ინფარქტი. ესე იგი ყველაფერს ველოდია და საბოლოო ჩვენ რა ტელეფონზე ურეკავ და რატო არ აპასუხებ მე იქი ან დედამისი არ აინტერესებს როდის მოხუნა ხო დაგაჯერე რო არ მოვიდეს. არის არა? რო ურეკავდი და ვიგინებოდი. რო ურეკავდი და ვიგინებოდი. რო არ ვიღებ საჯანდაბას წავი არ აინტერესებს დედამისი. განცდა არის. ой მე არ ვიცი და ასახწერად შეუძლებელია ესე იგი წუთები ყოველი წუთი 18 თუ 19 საათი მოფრინავდით მოკლედ ეს პერიოდი გავიარე 1000 ჯერ ალბათ ყოველ წუთს ფიქრობდი როგორ იქნებოდა 17 წელია ახლა ყოფილა მერთო რა ბედნიერება ფანტასტიკურია სასწაული არ ვიცი რა იქნება როგორ იქნება ხვალზე რას ვნახავთ არ ვიცი მაგრამ ეხლა ჩემზე ბედნიერი კაცი არ დადის დედამიწაზე ტელევიზორი რა თქმა უნდა ყველა გადაცემებს უყურებთ ყველაფერს მაგრამ აინც ჩემი თქ ჩამოსვლა ამ მიწაზე ფეხის დადგმა ამ სიბნელეში ღამეს უფანჯიდან ვიყურებთ ერთი შუქიდან ანთებული ნატურა დაგვენახა დედამიწაზე რომ ჩვენებურია სულ ეკითხებოდით იმ გამყოლს თვითმფრინავში რომ გაროდის გადავალთ საქართველოს საზღვარზე გითხარი რომ ვიცოდეთ რომ აქ ვარ მოკლედ ძალიან ბედნიერები ვარ ძალიან დიდი მადლობა ძალიან გახარებულები ვარ და ძალიან იმედი გვაქვს რომ რა ვიცი აბა ისეთი დაგხვდება როგორც ჩვენ ველოდებით ნამდვილად. მამამატათა როგორ არის? მამამატათა კარგად არის გამომაცილა აეროპორტში. ვიცი მითხრა დიდ საქმეს აკეთებს ეკლესია ქართული გაკეთებულია დარეგისტრირებულია ოფიციალური სტატუსი მიღებული აქვს პატარა შენობა გვაქვს და არის ვაკეთებ წირვებს ვაკეთებ პატარა სკოლას ბავშვები დადიან სწავლობენ ქართულს სწავლობენ ღვთისმეტყველებას და მოკლედ ნელ-ნელა წინ მიდის ყველაფერი როგორც საჭიროა ვაპირებთ რომ მომავალი წინა რაღაცა უფრო დიდი შენობა მოზებნოთ უფრო დიდი სკოლა გავაკეთოთ და უფრო რა ვიცი ეს ქართული სათვისტომო და ეკლესია უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ და ამისთვის ბევრი რამე კეთდება დიდი მადლობა ყველა იმ ქართველებს ვინც იქ არიან დიდი მადლობა საპატრიარქოს ყურადღებას გვაქცევენ და რა ვიცი იმედია რომ რამოდენიმე წელიწადში უკვე სრულფასოვანი ეკლესია გვექნება ჩამოყალიბებული დღესდღეობით ორ პატარა ოთახში ვართ შეყუჟულები. და ბავშვები ბევრი. კი დაახლოებით 28 ბავშვი დადის ჩიკაგოში სულ არ ვიცი 100-მდე ოჯახი თუ იქნება. იქიდანაც ეკლესიაში ალბათ 40-50 ოჯახი დადის ყოველ კვირეულად და მათი შვილები 28 ბავშვამდე მოდიან სხვადასხვა ასაკის რა თქმა უნდა და კვირაობით არის მეცადინეობა, არის წირვა შაბათობით, კვირაობით, რა ვიცი, ვცდილობთ როგორც შეგვიძლია რომ საქართველოს არ დავავიწყოთ, ქართული ენა არ დავავიწყოთ და მართლმადიდებლური წესით ავზარდოთ, რამდენადაც შეგვიძლია. ჩიკაგოში რამდენი არიან ქართველები? დაახლოებით 100-მდე ოჯახია, მეტი არ არის. შეიძლება მეტია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეკლესიასთან ურთიერთობა და ჩვენთან ურთიერთობა 100-ზე მეტ ოჯახს არ აქვს და ესეთი ყოველდღიური ეკლესიაში მომსვლელები არიან დაახლოებით 40 ოჯახი თავიანთ ბავშვებით და მეტი სამწუხაროდ დროდადრო დადიან დღესასწაულებზე მოდიან აღდგომაზე მოდიან შობაზე მოდიან მაგრამ ეს ყოველკვირეული მრევლი 40-მდე ოჯახი არის ვინც ყოველთვის მოდიან. თქვენ რო გაგვეცნოთ თვითონ მე პატარა ბიოგრაფია გიცხრათ როგორ მოხდით და მე გია ქვია თექთუმანიძე წავედი ამერიკაში 1994 წელს და განათლებით ფიზიკოსი ვარ ოჯახთან ერთად წავედი ჩემი მეუღლით და ორი ბავშვით როგორც ყველა ემიგრანტმა საკმაოდ რამოდენიმე წელიწადი გაგვიჭირდა, მაგრამ შემდეგ მე ჩემი პროფესიით ვერა, მაგრამ დავამთავრე უნივერსიტეტი, დიპოლის უნივერსიტეტი, დავიწყე მუშაობა პროგრამისტად, მერე სისტემების არქიტექტორად, ეხლა ვარ განყოფილების გამგე და უფროსი სისტემის არქიტექტი საინფორმაციო ტექნოლოგიებში. ჩემმა მეუღლემაც დაამთავრა კოლეჯი და მუშაობს
საინფორმაციო ტექნოლოგიებში არის ხარისხის კონტროლის უფროსი ანალისტი. ბავშვები 21 და 25 წლის, თათია და ირაკლი. ირაკლიმ დაამთავრა კოლეჯი და მუშაობს. არის ესეთი გადაზიდვების კომპანია, რომლებიც გადაყავს კომპანიები და წარმოებები გადააქვს სხვადასხვა ქვეყნებში. ჩემი გოგო მუშაობს და სწავლობს კოლეჯს ამთავრებს 13 წლის დეკემბერში და იმედია მომავალ წელს იმათთან ერთად კიდევ ერთხელ ჩამოვალ და ვაჩვენებ საქართველოს. ეხლა ვერ შეძლეს წამოსვლა სამწუხაროდ, იმიტომ რომ შებულება არ ეკუთვნის და დასვენებები არ აქვს და მომავალ წელს შვილიც დაამთავრებს ერთი კოლეჯს და მეორეს ექნება შებულება და აუცილებლად მინდა ჩამოვიყვანო. ძალიან ნაწყენები არიან რომ მაგათაც წამოვედი, მაგრამ რას იზრ. ძალიან დიდი მადლობა. აი ისა რა გითხარით, იცით, რთული ეტაპი გაიარეთ, ხო პირველი ნაბიჯები, როგორ გაგიჭირდათ, როგორ გადალახეთ და როგორ მოკლედ მოეწევთ. პირველი ნაბიჯები ჩვენ მაშინ 94 წელს ძალიან პატარა იყო ქართული ემიგრაცია, რამოდენიმე ოჯახი იყო სულ. ყველა ემიგრანტის ცხოვრება ძნელია, მით უმეტეს როცა ენა არ იცი, კულტურას არ იცნობ, ცხოვრების წესი არ იცი ქვეყნის, ეს ძალიან ნამდვილად ძალიან რთულია. ძალიან ბევრი სირთულე გამოვიარეთ იმ ხრივ, რომ მაგალითად მე ვმუშაობდი სამსახურში, დავდიოდი კოლეჯში, ვატარებდი პიცას, ღამღამობით ვარემონტებდი სახლებს და შაბათ-კვირას დამქონდა გაზეთები. ასევე ჩემი ცოლიც მუშაობდა, კოლეჯში დადიოდა და მუშაობდა რაღაც სასწავლოს უხდიდნენ $3 საათში და 10 საათი უწევდა მუშაობა, რომ $20 რაღაცა საჭმლის ფული გაგვეკეთებინა. და ფაქტიურად სწავლა და მუშაობა ესე სხვადასხვა ადგილებში ძილით არ გვეძინა, დრო არ ქონა ძილის, თუ დრო ქონდა რამე უნდა გვემუშავა, რომ რაღაცა გვესწავლა. დაახლოებით 6-8 თვე აი ესეთ ძალიან ძნელი იყო. მერე ცოტა ენა ვისწავლეთ, დავდიოდ ენას სწავლობდით. კოლეჯში სპეციალობას სწავლობდით, ცოტა ხელფასის მოგვემატა, ცოტა უკეთესად გავეცანით ქვეყანას, ვიცოდით უკვე რა უნდა, რას უნდა ველოდოთ მომავალში. მერე უკვე სპეციალობაზე წავედით კოლეჯში, უფრო მაღალ ანაზღაურებად სამსახურში და მე საერთოდ არ ვიცოდი ინგლისური რო ჩავედი, სამწუხაროდ დამჭირდა დაახლოებით წელიწადი, რომ კოლეჯში ჩამებარებინა და ნუ მე კოლეჯი რო დავამთავრე, მე უფრო გაგვიადვილდა ყველაფერი. აი რა გენატრებოდათ ყველაზე იცი რა მენატრებოდა, აი რაც საქართველოსთან არის დაკავშირებული. სულ ყველაფერი მენატრებოდა. მიწა, ზეცა, მზე, ხალხი, ენა, საჭმელი, სასმელი, ზღვა, მდინარე, აბსოლუტურად ყველაფერი. ვერ აღიწერთ. 18-17 წელი და რამოდენიმე თვე არის გასული იმის მერე და არ ყოფილა ღამე, რომ მე სიზმარში არ ვიყო საქართველოში. არ ყოფილა ეგეთი, შეიძლება ერთი-ორჯერ რაღაცა თუ ისეთი დიდი სტრესი მქონდა, შეიძლება მაშინ, თორე ყოველ ღამე აქ ვარ, ყოველ ღამე ჩემ მეგობრებთან ვარ, თბილისის ქუჩებში დავდივარ და სამწუხაროდ ვერ მოვახერხე ჩამოსვლა, იმიტომ რომ შვებულება ძალიან ცოტა მქონდა და ბავშვები არ იყვნენ მოწყობილები, რომ წამოსულიყვნენ რაღაცა 2 კვირით მაინც. და ეხლა პირველად უბრალოდ გადავწყვიტეთ, რომ უნდა გავაკეთოთ ეს და მომავალ წელს აუცილებლად უნდა ჩამოვიყვანო ბავშვები და მე იმედია ხშირად ჩამოვალთ და თუ რამეთ შემიძლია დავეხმარო აქაურობას, არ ვიცი საკმაოდ, თუ ჩემი სპეციალობით რამე დახმარება დაჭირდა, მოვძებნი, ვისაც სჭირდება, მაქვს კონტაქტები ჩემი სფეროს ხალხთან და სიდის სიამოვნები დავეხმარები და გვერდში დავდგები ყოველთვის. თქვენ ამერიკის მოქალაქეც ბრძანდებით? კი, დიდი ხანია. კი. და საქართველოს არა ვარ, ჩემ დროს არ იყო, მაგრამ აუცილებლად ახლა წავალთ და შევიტანთ განცხადებას, რომ მივიღოთ საქართველოს მოქალაქეობა. ახლა ვისთან ერთად ჩამოვდივართ? ჩემი მეუღლე ლიკა, ლიანა. 17 წელი არ ყოფილვართ და გულის წასვლამდე ვართ. სულ არ ვიცი რაც გავიგეთ, რომ შეიძლება წამოვიდეთ იმის მერე. ძილი არ ვიცით რა არის და არაფერი. ერთი თვე არ გვიძინია ნამდვილად, საერთოდ. ზღაპრული განცდა. არ მყოფნის სიტყვები, არ ვიცი რა გითხრათ. აი ყველა ეს ძალიან რა გიჭირდათ, რა გენატრებოდათ სამშობლოდან? ყველაფერი, მეგობრები, ენა, ყველაფერი. ხალხი. წყალიც უფრო სველია, არა? ნამდვილადაც მთებიც უფრო მაღალია. აი მთები. ჩიკაგოში არ არის მთები.
ნამდვილად არა. ძალიან ბედნიერები ვართ, შევძელით ჩამოსულ. საერთოდ თუ გეგმავთ მთლიანად წამოსვლას, როგორი პირი უჩანს? არ იყო ამაზე ლაპარაკი. ორი შვილი გყავს და ერთი კალერში სამთავრებს, ძალიან დიდი ხანია წამოსულები ვართ, მაგრამ იმდან ბევრი რამე ხდება ახლა საქართველოში, რომ ძალიან ჩართულები ვართ ახლა. ალბათ ოდესმე, არ ვიცი. ბავშვები უნდა ჩამოიყვანოთ ჯერ და ვანახოთ. სამწუხაროდ ვერ ჩამოვიყვანეთ. დიდები არიან? გოგო 21 წლის ბიჭი 25-ის. და ძალიან უნდათ წამოსვლა, ძალიან, მაგრამ ვერ შევძელე. ენის პრობლემა არა აქვს? არა, ბავშვები ლაპარაკობენ. ქართულად, რუსულად, ინგლისურად. არა, იმათ არ აქვს პრობლემა. აბსოლუტურად. აბა, აი როგორი განწყობაა? ეს არის უდიდესი გზნობა, მე მგონი, რა კაცი, რომელიც არ გინახია ძმა და მეგობარი ალბათ სადღაც 17 წელიწადია და ნახულობ, ეს არის ალბათ გადმოუცემელი სიტყვები და ამის გადმოცემა ძალიან ძნელია უბრალოდ. ეს არის ემოციის ზღვა ალბათ, რომელიც ამოფეთქავს ერთ წამს, მით უმეტეს ესეთი სიურპრიზი, როცა არ ელოდები და ჩამოდის. სხვა აი პირველად რო დაინახეთ, რა განცდა იყო? თქვენ წარმოვიდგინეთ პირველად ვერ დავინახე. ანუ ველოდი სხვას როგორც იყო ნათქვამი, ეს სიურპრიზი გამიკეთეს და უცბად რო დავინახე. ჩემ მეუღლე დაინახე. ჯერ დავინახე მისი მეუღლე, მე დავიბენი, მე დავინახე თვითონაც და წარმოვიდგინა იყო ისეთი რომ თითქოს სხვაგან მოხვდი. ანუ მე მოხვდი სხვაგან, არამედ ისინი აქ. და რამეს გიაზე გაიხსენეთ, აბა აი ბავშვობა რამე და ეს პერიოდი. ბავშვობა და თელი ალბათ ახალგაზრდობა გატარებული აქვს ერთად, დაწყებული სკოლის პერიოდიდან სტუდენტობის ჩათვლით და იმის შემდეგი წლები, ანუ ვარ ბავშვის ნათლია. ვაკავშირებს მირონი, ისე რომ დიდი სიყვარულია, დიდი გზნობაა, დიდი მეგობრობაა და ეს ერთიანობა თალყ ყველაფერი ერთად ძალიან დიდი რამ არის. ეკონტაქტებოდით ტელეფონით, კომპიუტერითაც, ტელეფონითაც ეს იყო მუდმივად 17 წელს განმავლობაში ყოველ 3-4 დღეში ერთხელ კონტაქტობდით ტელეფონით, ისე რომ ვეკონტაქტებოდი უფრო სწორედ და მეგობრობა გრძელდებოდა ამ სტილით, ხაზით. ცოტა ძნელია ის თუ ესეთი ემოციების განმოცემა ესე უცბად რთულია. აბა კაი კეიფი იქნება ეს. რა თქმა უნდა, კეიფიც იქნება და დროსაც. რა უნდა დალიოთ ახლა. მეგობრობის, რა თქმა უნდა და შეხვედრის სიყვარულის და ამ ქვეყნის სადაც აბრუნებს ხალხს ყოველთვის. წასული კაცი ასე თუ ისე ბრუნდება ისე აქ, თავის ფესვებზე.